2012 წლის ქვეყნის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაზე ზრუნვა რეგიონებიდან დაიწყო. ფინანსთა მინისტრმა და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ საჯარო კონსულტაციები პირველად ქუთაისში გამართეს. ერთი არის, როდესაც ბიუჯეტი შედის პარლამენტში და მე იწყება ხოლმე მისი განხილვა და მეორეა ეს პროცესი, როდესაც ახლა ვაკეთებთ, როდესაც წინასწარ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ის თხოვნები თუ სურვილები, რაც მოსახლეობას გააჩნიათ, რათა უკვე მაქსიმალურად მოვახერხოთ მათი ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც იქნება მიღებული, სწორედ მათ მოთხოვნებს ასახავდეს. თუმცა რამდენად საჯარო იყო შეხვედრა საეჭვოა, რადგან მასში მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისა და NGO სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. რიგითმა მოქალაქეებმა კი ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით შეიტყვეს. ტელევიზორში ვისმენდი, რომ განიხილებოდა ბიუჯეტის შესახებ, მაგრამ ის რომ პირადად მომესმინა, ასე არ ყოფილა. ნამდვილად არ გამიგია. ხო, არც ინფორმირებული არ ვარ და არ ვიცი. მინისტრებისა და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ქუთაისურ ვოიერს ოპოზიციამ შეხვედრა შეხვედრისთვის უწოდა, რადგან მათი აზრით გამართულ კონსულტაციებში საზოგადოების ჩართულობა ნაკლები იყო. ესე იდეაში საერთოდ ბიუჯეტი რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს საზოგადოება ჩართული და პირველ რიგში უნდა იყოს ის ხალხი ჩართული დაუშვათ რეგიონალურ დონეზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესებში არიან და რომლებიც ბიზნესის გარკვეული ხელმძღვანელები არიან და ასე შემდეგ. ფასადურად ეს ყველაფერი იმ შეხვედრაზე იყო, იყო სკოლის დირექტორები, იყვნენ ესე იგი ბანკის მმართველები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, მაგრამ აი როგორი ფორმით იყვნენ და როდის გააფრთხილეს და რამდენად ინფორმირებულები იყვნენ, დაახლოებით 2 საათით ადრე შეიტყვენ, არავინ არ იცოდა ინფორმაცია, რომ რა ხდებოდა. და ეს არის უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. საჯარო კონსულტაციების მეორე რაუნდი ოქტომბერში უნდა შედგეს და მოსახლეობას ის პრიორიტეტები უნდა ეცნobos რეკომენდაციების საფუძველზე, რომ განისაზღვრება. თუმცა საეჭვოა სოციალურად დაუცველი ხალხის მოთხოვნების მასში ასახვა, რადგან ამ ფენას ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა ფაქტიურად არ მიუღია.